ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ფილიალში ყალბი ატესტატების აღმოჩენის შემდეგ საქმეს კვლავ პროკურატურა იძიებს. მარნეულში სტუდენტები კი დიპლომებს ითხოვენ. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 2 წელი გავიდა, თუმცა დიპლომი ჯერ არ აუღიათ. როდის დასრულდება საქმის ძიება და შეძლებენ თუ არა დაზარალებული სტუდენტები კუთვნილი დიპლომების მიღებას, ჩვენი კორესპონდენტი არგვევდა. 2 წლის წინ ეს შენობა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო. უნივერსიტეტმა აკრედიტაცია ვერ გაიარა და კერძო სასწავლებლად გადააკეთეს. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები კი დაახლოებით 500 სტუდენტი დიპლომის მიღებას დღემდე ელოდება. სტუდენტებისთვის დიპლომების გაცემა რამდენჯერმე გადაიდო. გადადების მიზეზად კი ფილიალის რექტორზე რომან ტაბუცაძეზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ასახელებენ. სტუდენტების ინფორმაციით ფილიალში ყალბი ატესტატები აღმოაჩინეს. ყველა სტუდენტის საბუთები გამოიწვიებენ იწიებენ და მერე გვითხრეს რომ მოგცემენ აუცილებლად, მაგრამ ზუსტი თარიღი არ გვეუბნებიან. ფილიალის რექტორი რომან ტაბუცაძე ამჟამად იგივე შენობაში არაა აკრედიტებულ კერძო სასწავლებელს ხელმძღვანელობს. ის ტელეკამერის წინ კომენტარს არ აკეთებს. პირად საუბარში კი აღნიშნავს, რომ დიპლომების გაცემა მისი კომპეტენცია არ არის. დიპლომების მიღების ზუსტ ვადას ვერც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა ასახელებს. ქვემო ქართლის ფილიალში სამწუხაროდ აღმოჩნდა ძალიან სერიოზული დარღვევები. ამ დარღვევებზე ჩვენი ინიციატივით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ძიება მიმდინარეობს პროკურატურაში, საქმე გადაცემული აქვს ასევე განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და სანამ თითოეულ სტუდენტზე ჩვენთან არ მოვა დასკვნა, რომ ამ სტუდენტის მიმართ არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ ქონდა, რომ არავითარი კანონდარღვევა სტუდენტის ქვემო ქართლის ფილიალში სწავლების პროცესში არ იყო, ხოდ ამ დასკვნის შემდეგ შეგვიძლია ჩვენ გავცეთ დიპლომი. მე ვწუხარ, რომ ამით ძალიან ბევრი უხერხულობა მივაყენეთ ძალიან ბევრ სტუდენტს. როგორც სტუდენტები აღნიშნავენ იმისთვის, რომ დასაქმდნენ დიპლომები სჭირდებათ და გამოძიების დასრულებას დროულად ითხოვენ. და როგორია მაგისტრატურის დაფინანსების სქემა. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ბაკალავრიატისგან განსხვავებით მაგისტრატურაში მხოლოდ 100%-იანი გრანტი მოქმედებს, რაც საქართველოს უნივერსიტეტების მასშტაბით მხოლოდ 100 სტუდენტის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებას გულისხმობს. რამდენად ყოფნის ეს რაოდენობა ნიჭიერ, მაგრამ სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს, რომლებსაც განათლების გაღრმავება სურთ, ჩვენი კორესპონდენტების სიუჟეტიდან გაიგებთ. ბაკალავრიატისგან განსხვავებით, სადაც სახელმწიფო გრანტი 30, 50, 70 და 100%-იანია, მაგისტრატურისათვის მხოლოდ სრული დაფინანსება არსებობს. დაფინანსების მოპოვება შედეგების მიხედვით სიაში მოხდრილი პირველი 100 სტუდენტი შეძლებს. სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის ერთი წელი 2250 ლარი ღირს. კერძოსაგან განსხვავებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შიდა რესურსების საშუალებით წარჩინებულ სტუდენტებს სწავლის საფასურს სემესტრულად უხდის. საუნივერსიტეტო დაფინანსებით ფინანსდებიან მაგისტრატურაში ჩარიცხულთა 10% სამაგისტრო პროგრამების შესაბამისად. ესენი არიან ყველაზე მაღალ რეიტინგური სტუდენტები და გარდა ამისა ფაკულტეტებს აქვთ ნიჭიერ სტუდენტთა წახალისების ფონდი და ის მაგისტრანტები, რომლებიც ვერ მოხვდებიან ამ 10%-იან დაფინანსებაში, მაგრამ აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება სემესტრულად, ასევე ფინანსდებიან ფაკულტეტის ნიჭიერ სტუდენტთა წახალისების ფონდიდან. გარდა სწავლის საფასურისა, მაგისტრატურაში მოსახვედრად უნარჩვევების ჩაბარება 50 ლარი ღირს. მაშინ, როცა ბაკალავრობის მსურველები იმავე გამოცდაში 10 ლარს იხდიან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში ერთი გამოცდის საფასური არის 10 ლარი, ამის 5 მაგიღირებულება უფრო სტუდენტისთვის ძალიან ბევრია. ანუ შეიძლება ფანის რომ ეს გამოცდა ტარდება 2 ეტაპად, მაგრამ მაქსიმუმი მაინც უნდა ყოფილიყო 20 ლარი და არა ის რაც არის ახლა, ანუ 50 ლარი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გამოცდის რეალური ღირებულება 100 ლარამდე აღწევს. აბიტურიენტებს კი სახელმწიფოს მხრიდან შეღავათი უკეთდებათ. ნაწილი ამ ახალგაზრდების არის დასაქმებული უკვე მუშაობს, არ არის აუცილებელი პირდაპირ დაამთავრა და იმავე წელს აბარებს. ანუ როდესაც მოხდა ამის შეჯერება, გადაწყვეტილება იქნა მიღებული ერთდროულად დადგენილებით არის გადაწყვეტილი, რომ 50 ლარს ამ რაღაც ნაწილს, არასრულად, რა თქმა უნდა, მაგრამ საკმაოდ დიდ ნაწილს განსხვავებით აბიტურიენტისგან უკვე თვითონ ფარავს, რომ 22-23 წლის ახალგაზრდა მინიმუმ. განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის განცხადებით, გრანტის განაწილება სამინისტროს კომპეტენციაში შედის, თუმცა ოფიციალურად მაგისტრატურის დაფინანსების სქემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.